ამბობი, ანუ ფრენის შიში დედამიწის მოსახლეობის 13%-ს აწუხებს. თუმცა უკანასკნელი სტატისტიკური გათვლებით ავიაკატასტროფაში დაყოფის შანსი ძალიან მცირეა. ბოლო ინფორმაციით ყოველ 1 მილიონ გაფრენაზე მხოლოდ 1 უბედური შემთხვევა მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელი ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთ ცუდ წლად ჩაიწერა, რადგან 12 ავიაკატასტროფა მოხდა და 761 მგზავრი დაიღუპა. აქედან მხოლოდ რამდენიმეს მიზეზი დადგინდა. ერთ შემთხვევაში კი ვერც თვითმფრინავი იპოვეს და ვერც შავი ყუთი. 50 წელზე მეტია მსოფლიო მასშტაბით ავიაკატასტროფები ხდება. აქედან 10 თვითმფრინავი უბრალოდ აორთქლებულია. ზოგჯერ ხერხდება დაკარგული თვითმფრინავის ნაწილების მოძებნა, ზოგჯერ კი ვერა. $1945 წლის 5 დეკემბერს სამხედრო საწვრთნელმა მისიამ 5 თვითმფრინავის შემადგენლობით სტარტი ფლორიდიდან აიღო. ამინდის გაუარესების გამო მფრინავებმა დედამიწის დანახვა ვეღარ შეძლეს. არსებობს ვარაუდი, რომ თვითმფრინავები წყალში ჩავარდნენ. ფაქტია, რომ ყველა თვითმფრინავი გაქრა 14 პილოტითა და ეკიპაჟით. ასევე გაუჩინარდა მათ მოსაძებნად გაგზავნილი თვითმფრინავი. სწორედ აქედან დაიწყო ბერმუდის სამკუთხედის მითზე აქტიური საუბარი. ამ შემთხვევებიდან შავი ყუთის ამოღება ვერ მოხერხდა. ბუნებრივია, არც არანაირი ინფორმაცია არ დადასტურებულა. შავი ყუთი ეს არის აპარატი, რომელიც ავიაკატასტროფების დროს ინახავს ინფორმაციას თუ რა ხდებოდა უბედურების მომენტში ბორტზე. თვითმფრინავის ამ დანადგარის სხვადასხვა ვარიანტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად 1930-ან 40-იან წლებში შეიქმნა. შავი ყუთი კი, რომელიც სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებშია ჩამონტაჟებული ავსტრალიელმა ქიმიკოსმა, დოქტორმა დევიდ ვარენმა გამოიგონა და ააწყო. მას პროფესიული ინტერესის გარდა პირადი მოტივიც ჰქონდა. მეცნიერის მამა ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მიზეზი დაუდგენელი იყო. ამიტომ იგი შეუერთდა ჯგუფს, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი პირველი ავიაკატასტროფის მიზეზებს იკვლევდა. თავდაპირველად მას მოუვიდა იდეა, რომ თვითმფრინავში უბრალო ხმის ჩანაწერიც კი ავიაკატასტროფის შემთხვევაში ბევრად გააადვილებდა კვლევას. ჩამწერი აპარატი კი მოთავსებული იქნებოდა თვითმფრინავის კაბინაში. ის დაზოგავდა კვლევის დროს, ენერგიას, ხარჯებს და ერთიათად გაზრდიდა კვლევის წარმატების შანსს. ვარენი საქმეს შეუდგა. მან შექმნა ხელსაწყო Air Flight Memory, რომელიც დიალოგებს იწერდა. ასევე იმახსოვრებდა თვითმფრინავის ნაწილების მდგომარეობას ბოლო 4 საათის განმავლობაში. სულ მალე ვარენის ხელსაწყოს გამოყენება მთელს მსოფლიოში დაიწყეს. რატომ დაერქვა ამ ხელსაწყოს შავი ყუთი დღემდე უცნობია. წარმოებაში ჩაშვების დროს ის ასე არ იწოდებოდა. უფრო მეტიც ყუთი ნარინჯისფერია, იმისთვის რომ ადვილი მოსაძებნი იყოს. თანამედროვე შავი ყუთი ბევრად უფრო დახვეწილია. შედგება 2 განცალკევებული აპარატისგან. ერთი თვითმფრინავის, მეორე კი ფრენის მონაცემებს იწერს. ინახება ნებისმიერი ხმა, მფრინავების საუბარი, რადიო გადაცემის სიგნალი, ძრავის ხმაურიც კი. ზომავს თვითმფრინავის ფრენის სიმაღლეს, სიჩქარეს, ავსში საწვავის რაოდენობას და ნებისმიერ მანევრს. უძლებს ცეცხლს, ძლიერ დარტყმას, წყლის სიღრმეს, წნევას. ყველა ავიაკომპანია ვალდებულია საკუთარი თვითმფრინავების შავი ყუთებით აღჭურვოს. ეს ხელსაწყო თვითმფრინავის კუჭია მოთავსებული. მას წყალქვეშა ლოკატორებიც აქვს, რომელიც წყალთან შეხებისას აქტიურდება და გამოსცემს სიგნალს 30 დღის განმავლობაში, 4,5 კილომეტრის სიღრმიდანაც კი. ინახავს მონაცემთა ბაზას ბოლო 25 საათის შესახებ. უკანასკნელი ავიაკატასტროფის შემდეგ შავმა ყუთმა ცვლილება განიცადა. ექსპერტებმა მოახერხეს მისი დეცენტრალიზაცია. ანუ შავი ყუთი არა მარტო ჩაიწერს ინფორმაციას აწმყო დროში, არამედ იმავდროულად დედამიწაზეც გადმოსცემს მონაცემებს. თუ უბედური შემთხვევის დროს შავი ყუთის პოვნა ვერ მოხერხდა, მიწაზე გარკვეული ინფორმაცია ანალიზისთვის უკვე იარსებებს, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს. თანამედროვე ადამიანისთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. უფრო და უფრო საჭიროა სწრაფი გადაადგილება, ამიტომ თვითმფრინავის ბილეთებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. იზრდება საჰაერო საცობებიც, შესაბამისად ავიაკატასტროფების შანსიც. თუმცა სპეციალისტები გვაიმედებენ, რომ ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ და მუშაობენ იმაზე, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა ფრენა მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს. უარეს შემთხვევაში კი ადამიანების გადარჩენის შანსი ერთიათად გაიზარდოს.